ხელა, ნო? მოკლედ ყველაზე მაღალ საზღვაო ნაგებობასთან ვიმყოფებით ფოთში. მისი სიმაღლე გახლავთ 36.6 მეტრი, შეადგენს 120 ტონას, დამზადებულია თუჯისაგან და ის გახლავთ პირველი საზღვაო შუქურა, რომელიც ლითონისგან იყო დამზადებული და საქართველოში აიგო. 1858 წელს გაჩნდა ამის აუცილებლობა, რომ ლითონის შუქურა დაედგათ საქართველოში. 1860 წელს შეუკვეთეს ეს შუქურა ინგლისში და 1862-ში პირველად განათდა იგი. და იმის მერე საერთოდ არ ჩამქრალა არც იმ მე-90-იანებში და არც იმ მსოფლიო ომების პერიოდში. ხო, იგი მეტი დაგინდა. მისი მანძილი არის ნათების მანძილი 17 საზღვაო მილი და ეს ჩვენებურ ადამიანურ ენაზე რო გადავთარგმნოთ არის 30 კილომეტრი დაახლოებით. ახლა შევიდეთ და შინაგან დავათვალისწინოთ. აკადის აკურები წარმოდგენა რომელიც სხვადასხვა დროს ამ შუქურაზე იდგა. ახლა ას 60 საფეხურისგან შედგება. აი ასეთი ხედი გვაქვს ზევიდან. ფოთის შუქურიდან. აქეთ არის მდინარე. აი ასეთი. აი აქ ჩვენი ტურის წევრები. ეს რიონის შვედიერი ნაგებობა.
Feddi შემოქმედის ეკლესიიდან. რამდენარია თუ იცით ვინმე დაგვიწერეთ კომენტარებში. ნახეთ რა ლამაზია. ჩვენი თავშე საფარი. აი, დათო ჩვენი მდინარე მზეთ უნახავი. აი, რა ხედი გვაქვს. შესაჩული ხედი გვაქვს. რა ბეხარც ვალ ფალმრები. ჰა? შუქზე? მე მეცვა. რა ხდება? და რა ის თუ ერთად იმათ დასხდეთ. ამახედე ერთი რა ხედი გვაქვს ჩემო ძმაო. აი ეს ხედი გვაქვს. ეს ფაცაფუცი ოჯახში. მიდის ფაცაფუცით ოჯახში. მე სალათას დავჭერ. ამის ხედა შავი დაჭრილი პურით მაქვს. აი აქ გვაქვს ყანწები. არის დიამბები. შემოსასვლელში ნახე თვალი რო კიდია. აი ქათმის აი ეს ხედი გვაქვს ჩვენ სამზარეულოდ. სანო გარეთ არის. აბა როგორი განწყობით ხართ მეგობრებო? ერთად უკას რო შეჯა კარგად რო გამოვიხადებით თვალებში. მერე გადავიღო. მე კიდე მაქართობა. აი ბატონო. ანუ როგორ განწყობად? ეს თი ამბები გვაქვს დღეს.
გადავარდა ეტყობა. ხო, ალბათ გადავარდა საწყო. გადავარდა ეტყობა რა ეს რა ის. შეიძლება შეიძლება კვადრატ. აი მასნოთ ის უნდა თა. შევარბილოთ ცოტა. მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით გომის მთაზე. დაახლოებით 2800 მეტრზე ვართ ზღვის დონიდან. გაიხედეთ ჩემგან ხელ მარჯვნივ გამხელა თოვლია და ახლა ჩვენ შემოგთავაზეთ კადრებს გუნდაობისას და დღის მეორე ნახევარში ზღვაში ჭუმბალაობისას. მომყევით აბა გამანდ. ავით. ერთი ფეხი ზაფხულში, ერთი ფეხი ზამთარში გადავიღეთ. April. One leg summer, one leg winter. Abuna. Igual la tu. Ah, que ya. Ah, sí. Oh, más cerca así. Ata gitsin ya duydun. საჩადი ხარ, სად? ხო. აი დათომაც თხათხაზე ნაკლებიო და შენე განდაზა არ გითქვამს. დაეშვა ყდიჯი ფიგურები. ავი ნაირი ფოტოები გადაიგეთ რომ მეთქვი. რატომ უნდა დააკლეთქო ხო? აბა რა ხო შურიანი კაცამბავი. Yıkaba. ახეთ დავითი რამ შვენიერ ხეთს გადახურებს. თავარი ეგარია. Spider-Man. Spider-Man-ი. მალაცე. აკوار ჩხალზე შემწვარი სენდვიჩი გვექნება, მინდა გითხრათ მეგობრებო. ხსანიშნავი ფაქტია და მე პირადად 2025 წელს პირველად დავაგემოვნებ ახალ პრინციპს. ძალიან კარგი. გვექნება ასეთი ამბები, კაი ამბები. გადამწვადის დროს არ იქნება, მაგრამ შურო საერთოდ არ ეკიდება ნორმალურად. წავედი. ძმას ჩამოგაწოდებ ჩვენ. ეს ამბანი იყო. იქნება სოფო. მე გეტყვი ახლა ერთ მაგას რეკლამა. ბიჭო, მთელი ცხოვრება მწვადი. გუჯაროა ხუნაშვილი, ხო იცით, შამპურებზე რო ჩალიჩოს. აი, უნდა მიყიდო ერთი ისე რა ქვია. შამპურები. ცეცხლის ბაზია 450 ლარად ყიდის. ეს ჩავსვა ვიდეოში? ო. აბა რას ვაკეთებთ? მზადდება მწვადი და პროცესში ვართ. ძალიან მალე იქნება მზად. აი. ყემალი ხო გვაქვს? ემალი და მზადები. გავიტან თექსზე. ეს მალე მოგვიწევს. სტიპში არ დაადმოს. თიდან ჩამოვედით ბარში. შემდეგი ჩვენი მოგზაურობა იქნება ზღვაზე. ეს კიდე პეტრას ციხე.
ნახე რა სილამაზეა, ნახე პროსტა რა სილამაზეა და თოვლიდან მოვედით პირდაპირ აქ. ეს სასწაული ადგილია. ნელი 64-ია. ნახე რა ლამაზია. ხედავ? რაღაც სასწაულია მაგ. როგორი განწყობით ხარ ბეკ? საუკეთესო ალბათ. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე კარგი 2 დღე იყო ეს 2 დღე. ხო არ დაიღალე? მე კიდე შემიძლია მაგდენ. ესეც საინტერესო ადგილას აღმოჩნდით მეგობრებო. კარგი ხედია და მე ზუსტად არ ვიცი სად მიგვიყვანს, მაგრამ ახლა შევხედავთ. თუ რამე საინტერესო ადგილს ვნახავ, აუცილებლად გადავიღებ შემდეგ ვიდეოზე. ამ სილამაზეში გამოგვიყანა ამ კიბემ. ვაგრძელებთ მოძრაობას. იმედია ტყუილად არ ვიარე ამდენი. ასეთ პატარა ბასეინი ჩვენ წინ მეგობრებო. სტუმრებთან ერთად მივემართებით აი ამ ლიანდაგებით სადღაც საინტერესო ადგილი არისო მითხრეს ადრე ვიყავითო აქ. ესენი იყვნენ, მე პირველად ვარ და ნახოთ აბა სადამდე მიგვიყვავს ეს ყველაფერი. როგორც გაირკვა მეგობრებო, ეს არ ყოფილა ის გზა, რომელიც ჩვენ მჭირდებოდა და აი ხა ამ სიცხეში და მზეზე მიწევს ამ ლიანდაგებით უკან დაბრუნება. ფიქრობ მეორე მხარეს უნდა წავსულიყავი წესით. არ დავიზარებ, წავალ და იმედია რაღაცა დამხდება. მანამდე კი აი ეს სილამაზე თქვენ. ხალი მიმართულება გავიგე და ეხა მე-13 ცდაზე იმედია მართლა ჩავალ, თორე ძალიან დავიღალეთ. ხალხი მოძრაობს და სავარაუდოდ ეს გზა არის სწორი და თავიდანვე აქეთ უნდა წარმოსულიყავი. საათახარეთ საათია დავდივარ თუ გზა იცოდ ბევრი ვთხარით? არა, იქ არ ჩავარდნით ვარ, მაგრამ სწორად ვარ, სწორად ბოლო როგორც იქნა მოვაგები და მეგობრებიც ნახე აგერ. აი ამ სილამაზის სანახავად გამოვიართ ამდენი. და ბოლოს მოვედი. ნამდვილად ღირდა მინდა გითხრა. არაჩვეულებრივი. დაღლილი იყურები დაიღალე? საით ახლა? რა სიტყოდი? ვიყოდი რომ დასამეორებელია შემდეგ ზაფხული. შემდეგ ზაფხულს, ხო? ან იქით კიდე შემდეგ ზაფხული. ესეც ჩვენთან იყო, მე მგონი დაიღალა ჯიგარი. დაიღალე? ია დაიღალე.
ასე დასრულდა ჩვენი ორდღიანი ტური. ახლა დაგამშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.